დღეს არის შაბათი 1 ნოემბერი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 19 ოქტომბერი 2025 წელი. დღევანდელი წმინდანების შესახებ ჩვენ გვისაუბრია. ეს არის ღირსმოწამე ნიკოლოზ დვალე, ეს არის საუბარი 213. ეს არის პონციანუს, წმინდა პონციანუს რომის პაპი 251 საუბარი და ეს არის წმინდა თეოფანე მედვედევი, ეს არის 52 საუბარი. და ჩვენ დაგვემატა წმინდა ნაწილი წმინდა ევსტერიუს სალერნოს ეპისკოპოსის, ევსტერიუს სალერნოელი. ოღონდ წმინდა ნაწილი დაგვემატა და გაჩვენებთ ამ წმინდა ნაწილს, მაგრამ ძალიან ცოტა რამ ვიცით წმინდა ევსტერიუსის შესახებ. ერთი ის ვიცით, რომ იგი მე-6 საუკუნეში ცხოვრობდა და იყო მე-6 ეპისკოპოსი ქალაქ სალერნოსი, იტალიაში არის ეს ქალაქი. შემდეგ ვიცით, რომ რომის პაპმა აგაპიტე პირველმა, რომელიც 535-36 წლებში იყო, აი 36 წელს, 536 წელს გაუშვა დელეგატი იყო კონსტანტინოპოლის კრებაზე, ეს არის ცნობილი. შემდეგ ვიცით, რომ შემდეგ იყო რომის პაპი პელაგიუსი პირველი 556-561 წლები არის და დაავალა ამ ევსტერნიუს სალერნოს ეპისკოპოსს, რომ მას ეკურთხებინა განახლებული ეკვტერი მოწამეების ქრიზანთის და დარიასი. და ეს არის სალერნოს კედლებთან ეს მონასტერი იყო, ეს არის 555-60 წლებში, აი მისი პაპობის პერიოდში. და ამ ქალაქ სალერნოში არის მისი ეკვტერი და მისი აი გამოსახულებაც აი ესეთია. აი ეს არის მისი გამოსახულება. აი მეტი არაფერი ვიცით მის შესახებ. და აი ეს არის წმინდა ნაწილი. მე შემდეგ თემაზე გადავდივარ ახლა. შემდეგი თემა ეს არის ძალიან რთული თემაა და ძალიან საჩუქრო თემაა. ეს ეხება სქემ მიტროპოლიტ ანტონ აბაშიძეს, რომელსაც სანამ სქემაში აღიკვეცებოდა ერქვა დიმიტრი. ადრე კი დავითი საერთოდ, დავით ილიასზე აბაშიძე და არ ვიცი თავიდან დაიწყო თუ ბოლოდან. ესე იგი, ბოლო ის არის, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი შერაცხა წმინდანად. ეს არის უნეტარესი ვლადიმერი, რომელიცაც გარდაცვლილია, უკრაინის ავტონომიური ეკლესია, ესე ქვია, ავტონომიური, რომლის მეთაურიც იყო ეს უნეტარესი და მას ასეთი რამდენიმე მოქმედება აქვს შესრულებული. ერთ-ერთი მაგალითად წმინდანად შერაცხა მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა, თეთრი წყაროს მიტროპოლიტი იყო. უდაოდ ძალიან წმინდა და ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. შემდეგ დიდ სქემაში აღიკვეცა სქემიტროპოლიტი სერაფიმე ესე და იგი არის დასაფლავებული მისი წმინდა სხეული ინახება ალექსანდრე ნეველის ტაძარში თბილისში. სარკოფაგია იქა. ოღონდ არ დაელოდა ჩვენთან შეთანხმება საქართველოს მართლმადებელ ეკლესიასთან და გამოაცხადა წმინდანად და იცით ვერ გეტყვით როგორ მოხდებოდა მოვლენები, როგორ განვითარდებოდა
ერთი რაც მინდა ხე ჯერ სქემიტროპოლ სერაფიმეზე გეუბნებით რომ მეც მიმაჩნია რომ ის მინდა ადამიანი იყო მაგრამ მაინც როგორ ჩანს ეს ადგილობრივი ეკლესიის გადაწყვეტილება იყო და რუსეთის ეკლესიის კალენდარშიც კი არ არის შეტანილი ახლა სქემიტროპოლიტ მაჟუგაზე ვამბობ როგორ ჩანს ეს შეთანხმებები მნიშვნელოვანია თუმცა ჩვენს გაგვიკეთებია რაღაცა მსგავსი ჩვენს ეპარქიაში ჩვენ გამოვაცხადეთ წმინდანებად რამდენიმე ადამიანი ჩვენს ეპარქიაში რა თქმა უნდა ჩვენ ესე ვთქვით რომ თulit რომ ისინი წმინდანები არიან ეს არის სერაფიმე როუზი ეს არის ხოსე მუნიოს კორტესი ნუ აღარ მოგიყვებით დეტალებში ეს არის მამა ანდრეა ყურაშვილი და ჩვენ თქვით რომ ჩვენ მათ მივიჩნევთ წმინდანებს აი რაღაც ამდაგვარი როგორც ჩანს არის თუმცა ის მაინც დიდი ეკლესია ავტონომიური და იქ გამოცხადებული არიან და ეხლა გადავდივარ ნუ ანტონი სქემიტროპოლიტ ანტონ აბაშიძეს საქმე ის არის რომ ეს პიროვნება უდაოდ დიდი პიროვნება იყო ძალიან დიდი პიროვნება იყო და ძალიან ბევრი იღვაწა 1952 წელს გარდაიცვალა და ბოლომდე შეურიგებელი იყო საბჭოთა ხელისუფლებასთან. ბოლომდე არ ესე იგი ცნობდა ამ საბჭოთა ხელისუფლებას. და ესე იგი არ ვიცი ხა მე ჯერ მაინც სათნოებებს ჩამოგითვლით ამ ადამიანის რაღაცა მიზეზიც კი არსებობს აი ზუსტად ეხლა რატო ლაპარაკობ ესე თავშეკავებით ჩვენ მისი სხეულის ნაწილიც კი გაგვაჩნია ხო და იმას ვამბობდი რომ თურქისტანში ანუ თურქმენეთი რასაც ქვია დღეს იქ იღვაწა ძალიან ბევრი ეკლესიისა ასაღურძინებლად ნუ ძალიან დიდი შრომა გასწია საბჭოთა პერიოდში ცოტა ადრეც მე საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულიც იყო უგონთ არა მაინდა-მაინც ძალიან არ იყო და რატო ხა ესეც უნდა გითხრათ და ბოლოს უკრაინაში კიევში იყო კატაკომბური ეკლესიის მეთაური კატაკომბური ეკლესია ჩამოაყალიბა ნუ არავითარ ურთიერთობაში არ შედიოდა არც საბჭოთა ხელისუფლებასთან და არც მართლმადიდებელ ეკლესიასთან რომელიც ამ ხელისუფლებასთან რაღაცნაირად მოკლედ შევიდა ურთიერთობაში რუსეთში განსაკუთრებით საქართველოშიც რა თქმა უნდა და ესე ამბობენ ხა ამისი დამადასტურებელი ფაქტები არა გვაქვს მაინდა-მაინც რომ საქართველოშიც კი ჩამოაყალიბა კატაკომბური ეკლესია იმას ნიშნავს რომ არალეგალურია არავინ არ იცის და საიდუმლოებები კი სრულდება აი ეს თუმცა ახლა მე მივადგები ამ თემას საქართველოსთან მის ურთიერთობის თემას რაც იწევს აი თავშეკავებას ნუ ერთი რაც მინდა გითხრათ რომ როდესაც იგი თბილისშიც საქართველოშიც მოღვაწეობდა როგორც მღვდელმთავარი და სემინარიაში ინსპექტორი იყო თუ რაღაც თანამდებობა ეკავა და ჯუღაშვილი ანუ სტალინი იოსებ ჯუღაშვილი როდესაც სტუდენტი იყო ის თავისი ქცევის გამო რამდენჯერმე კარცერში ესეთი წესი ჰქონდათ რომ კარცერში სვამდნენ რამდენიმე საათით ურჩ ესე რომ ვთქვათ სტუდენტებს და ესეც მოხდა რამდენჯერმე და ეს ძალიან ლოიალური იყო და აი ამ იოსებს რამდენჯერმე საჭმელი გაუგზავნა მაინ კამერაში რაც აგდებული და წყალი უნდა ეჭამოთ მარტო აგდებული იყო და ამან ჩუმად გაუგზავნა და ნუ რაღაც ამდაგვარის ამბობენ რომ ეს დაუფასა სტალინმა და ნუ ესეთი არ ვიცი პირდაპირ თუ ფარული ბრძანება იყო გამოცემული რომ ხელი არ ეხლოთ ანტონ აბაშიძისთვის და მიეცათ საშუალება რომ თუმცა დაპატიმრებულიც იყო გადასახლებაც მიუსაჯეს მაგრამ ძირითადად როგორც ჩანს ეს რაღაცა ეს იფარავდა ეს ხელი სტალინის ხელი იფარავდა სერიოზული რეპრესიებისაგან ნუ ბოლოს კიდევ არ ვიცი ხა ეს როგორ რა ვერ ვაკეთებ მე შეფასებებს მოკლედ ვერ ვაკეთებ მე გიყვებით როგორც არის ბოლო წლებში განსაკუთრებით როდესაც
ნუ ამ საბჭოთა პერიოდში ხო დაიკეტა ყველაფერი და ეს კიევში ცხოვრობდა ბოლო პერიოდი კიევში გაატარა და როდესაც გერმანელები შემოვიდნენ გერმანელებმა დაიპყრეს კიევი და შემოვიდნენ ნუ მხედველობაში მაქვს ჰიტლერის არმია ხო და როდესაც ესენი შემოვიდნენ არ ვიცი რანაირად და როგორ მაგრამ რაღაც მოლაპარაკებები აწარმოა და ლავრა გაიხსნა და ის დაინიშნა ლავრის წინამძღვრად ოფიციალურად და ესეთი რამეც კი წერია რომ ეს გერმანელი ოფიცრები დადიოდნენ მასთან და როგორც ჩანს სულიერი რჩევების მისაღებად მე სურათსაც გაჩვენებთ აი გარეგნულად ძალიან შთამბეშტავად გამოიყურება ძალიან სიმპათიური კი არა აი რაღაც ესეთი ძალიან სულიერი სახე აქვს გონი თუ რაღაც ესეთი აი ნახავთ რომ მივოლთ ხა იქამდე გაჩვენებთ და ბოლოს კი აი მინდა ძალიან საჭიროებო თემას მივადექი ესე იგი ძალიან მაღალი იერარქი იყო ბოლოს სინოდის კომისიის წევრიც კი გახდა რუსეთის ეკლესიის და კატეგორიული წინააღმდეგი იყო ყოველთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის და ძალიან უპირისპირდებოდა იმ დელმთავრებს რომლებიც დღეს ჩვენთვის წმინდანები არიან მაგალითად კირიოს ეპისკოპოს კირიოს რომელიც პირველი კათოლიკოს პატრიარქი გახდა ლეონიდეს მოკლედ არ ცნობდა საერთოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და როგორც ჩანს ისევ ამ საბჭოთა რა ვიცი ხა მე მინდა რომ შევარბილო მაგრამ რანაირად კი არა და აი ეს ჩუძეც კი რომ მოკლეს ესე იგი მაშინ სემინარიაში და როდესაც ეგზარქოსმა დაწყევლა საქართველოს ამის გამო ხო ის ამას შეუერთდა არ დაგმოესა და შეუერთდა და მოკლედ რაღაც რუსული თვითმკვლელობის თუ რუსული სახელმწიფოს თავგადადებული ერთგული მსახური იყო რასაც ახლა თავისთავად ქართველი რო არ ყოფილიყო ახლა ასეთები კიდე სხვებიც არიან და წმინდანებაც არიან შერაცხული წმინდანებადაც არიან შერაცხული რუსულ ეკლესიაში ვინც არ ცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას თქვათ ესე რომ ვთქვათ ხო ნუ რა ვქნათ ახლა 1000-ნაირი ადამიანი არსებობს და იყვნენ მაგრამ აი ეს არის გულდასაწყვეტი რომ ეს ქართველი იყო ბაბაშიძე ესე იგი თავადები იყვნენ და ბაგრატიონის სისხლიც კი ქონდა გვარში რა აი ეს იყო მთავარი რაღაცნაირად რა არის გამო ჩვენ თავს ვიყავთ ფაქტიურად მან მოიჭრა ყველანაირი გზა იცით რა პერიოდია დაუკვირდით კირიონი ყოფს დელმოწამე ამბროსი ხელაია ყოფს და ეს კიდე არ ცნობს ამას რა გესმით აი არ ვიცი ვერაფერს ვერ გეტყვით მოკლედ იმის თქვა მინდოდა რომ მოიჭრა თვითონ ესე წერია მის ცხოვრებაში რომ თვითონ მოიჭრა საქართველოსკენ გზა და ნუ აი ესე რომ ვთქვათ ლიანად რუსეთში თუ უფრო უკრაინაში ალბათ უკრაინაში იმიტომ რომ იქაც რაღაცა გაუგებარია იმიტომ რომ თუ რუსეთი რა ვიცი ხო გემდა აი საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგი იყო რა ხო და ეს როდესაც გერმანელები კი უკრაინაში შემოვიდნენ რაღაცნაირად მათთან რა ვიცი აი დაპყრობილ ქვეყანაში ახალი დამპყრობელი შემოვიდა მოკლედ არ ვიცი ვერაფერს ვერ გეტყვით ეს ალბათ თვითონ უკვე ანტონს უნდა ვკითხოთ ალბათ როცა დრო დადგება ამისი და ალბათ გავცემს ამ კითხვებზე პასუხს. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ კი მინდა გითხრათ, რომ უკრაინის ეკლესიამ კი შერაცხა წმინდანად, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ არა უფლებაც არ აქვს რომ ეს გავიზიაროთ. ალბათ უფლებაც არ აქვს, რომ ასეთი ძალიან ობიექტურები დავდგეთ, რომ მისი ზოგადი ღვაწლი შევაფასოთ, რაც ძალიან დიდია, ხო გეუბნებით, ძალიან დიდია. აი მისი სურათი მინდა ახლა გაჩვენოთ. სურათი აი როგორ გამოიყურებოდა ინახეთ აი ესეთი იყო ეს უკვე სქემაში ხო და არის კიდევ კიევის კვაპტოვში არის დასაფლავებული და აი კიდევ ერთი სურათი გვაქვს აი ესეთი იყო ვერაფრით ვერ იტყვი ისეთი სათნოსახე აქვს რომ რაიმე მის მიმართ ვერ გამოთქვამ რაღაცას. მაგრამ ნუ აი რა ვიცი რა გითხრათ. მე მოგიყევით სინამდვილეში როგორი იყო, იმიტომ მოგიყევით რომ ის სხეულის პატარა ნამცოცი გაგვაჩნია და
მე ვიფიქრე რომ მაინც ამ კიევის გვიმეების მასში ჩავაბძანო სანაწილეში გვაქვს ადგილი და ალბათ ესეც გავაკეთებ. ნამცეცი, აი პატარა ნამცეცი გაგვიჩნია ამაში. მოკლედ აი ესეთი მცირე საუბარი გამოგვივიდა დღეს. დღეს არის საეკლესიო კალენდრი 19 ოქტომბერი და მე გესაუბრეთ წმინდა ევსტერიუს სალერნოს ეპისკოპოსზე და ნუ წმინდანად შერაცხილ სქემ მიტროპოლიტ ანტონ აბაშიძეზე. ამითი კი დღეს დაგემშვიდობებით, ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.